საღამოშვიდობისა დღეს 20-30-ის გუნდისთვის პირდაპირ ეთერში მუშაობა განსაკუთრებით რთულია. ტრაგიკულად დაიღუპა პროფესიონალი ჟურნალისტი და ჩვენთვის საუკეთესო მეგობარი ზვიად თხელიძე, რომელიც მორიგ საავტორო რეპორტაჟზე ხატას ხეობაში მუშაობდა. პროფესიისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარული მის რეპორტაჟებში ჩანს 20-30 და ტელეკომპანია GDS-ი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს. ზვიადი ვარ თხელიძე, ჟურნალისტი. გადაცემა 20-30-დან. საიდანა? 20-30. ის რო არის, რა ქვია, GDS-ი როა. აი იქიდან. მირე? პატარა ინტერვიუს ჩაწერა გვინდა რა. გაგვიმარჯოს. ვიცოცხლი გეცვლი. კარგად ვიყოთ. თქვენთან ერთად. და მავთულ ხლართების გარეშე ვიყოთ. თქვენთან ერთად. ამინ. კარგად ვიყოთ. ახალ წლამდე 2 დღით ადრე. სოფელს რა ქვია? კადრატის არი ვარგებს რა. ტყუილა მიღებ, კაცი. ხანისწყლის კანიონიდან ჯერჯერობით მოუწყობელი საფეხმავლო ბილიკი სულ რაღაც 150, 200 მეტრია სავარაუდოდ. ამეხადა? ეს კანიონი სოფელ ხანის და ხანისწყლის ხეობის კიდევ ერთი სანახაობაა. თავად კანიონი დაახლოებით 1 კილომეტრს გრძელდება. თვითონ მდინარის სიგრძე კი 57 კილომეტრია. სათავეს კი მესხეთის ქედზე დაახლოებით 3000 მეტრზე იღებს. როდესაც ზემოთ დიდხანს იყურები გეჩვენება, რომ ეს კაცხისვეტი მიცურავს და არა ღრუბლები. აქაურობისთვის ეს უჩვეულოდ ქარიანი ამინდია, თუმცა აქ მოღვაწე ბერებისთვის და მორჩილებისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი ამინდია. კი არა და დღეა. მოდი. გადავიდე. მოდი ერთად ვიცეკოთ. მე ეგონა შეგჭამოს ახლა. აუჩეკე ერთი ბატალი მოდა. კარგია. შო, კუთხელი აღარ მოხდა. გეუფლები კარგი არის თქო და არა არ გჭირდა. სოციალურ ქსელებში ასე პოპულარული ღმერთო მეტეორი გვესროლე რომ არ აგვიხდე. სოციალურ ქსელებში პოპულარული ღმერთო მეტეორი გვესროლე რომ არ აგვიხდეს აქ აბასთუმაში სწორედ ამას აკვირდებიან. ანუ იმ კოსმოსურ სხეულებს რომელთა დედამიწასთან შეჯახების ალბათობაც ძალზე დიდია. მე ხელში ჩემი ფეხები აბასთუმის ობსერვატორიაში ხო ვართ ჩვენ ახლა. აქ საქართველოში არსებული ბუნებრივი ქვის 300 საბადოდან 1200 ნიმუშია წარმოდგენილი. 300 უნდა გავშალო რა. 300-ვე პასპორტი მეთქი მზადაა რა. თუმცა აუთვისე აქ ყველა ქვის ყველა ეს ქვა დაახლოებით ათეულობით მილიარდი დოლარის შემოსავალს ნიშნავს. აბა აი ცხოლ. წადიექი და წადიექი.
პატარა ფიგურაც არის. გვერდზე პატარა მე მცივა ჩვენ მასპინძელს კი დილის უსხი როგორც ჩანს სულაც არ ადარდებს.